ლომებთან აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი არის, აი აქ თქვენი პროფესიონალიზმი ამ კვირაში შეიძლება რომ დაფასდეს ლომებო, ის რაც მაგალითად დიდი ხნის მანძილზე იცით და კარგად აკეთებთ ის პროფესია ან კონკრეტული საქმიანობა, მოგცემთ საშუალებას, რომ აი ეს განვლილი წლების მანძილზე ზოგადად რაც დათესეთ ააშენეთ, ხო? აი ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მოგროვდეს თითქოს ერთ ადგილას და დაიდოს შედეგი, ანუ დაგიფასდეთ ის შრომა, რომელიც შეიძლება წლების მანძილზე ჩადეთ რაღაცა კონკრეტულ საქმიანობაში და ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. შესაბამისად, ელოდეთ ლომები, რომ ან თქვენი პროფესიონალიზმის შესაბამისი დამსახურება მიიღოთ იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებთ თავისთავად. ასევე აჩვენებს ლომებთან გადაადგილებებს ამ კვირის მანძილზე, მოგზაურობებს, ან ახალი რაღაცა სწავლის დაწყებას, ან თქვენი პროფესიონალიზმის კიდე ახალ ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, ანუ საქმიანი და პროფესიული საკითხები რაც არის, ეცადეთ რომ პირველ ადგილას დააყენოთ და მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა ჩადოთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ ეს კვირა განსაკუთრებით ძალიან კარგი შანსია, რომ მარტივად მიიღოთ ის, რაც თქვენ გსურთ თქვენს კარიერულ ცხოვრებაში. ფინანსური თვალსაზრისითაც ჰარმონიული კვირა არის ლომებისთვის, შეიძლება გქონდეთ რაღაცა ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ან ახალი შემოთავაზებებიდან გამომდინარე ფინანსური კეთილდღეობა, შემოსავლის მატება. ამიტომ ჰარმონიული კვირა არის ფინანსურად და ფინანსური რაღაცა მაგალითად სიახლეების წამოსაწყებად, ხო, თუ გინდათ რომ რაღაცა ახალი შემოსავლის წყარო, ბიზნესი ან სამსახური წამოიწყოთ, ეს კვირა საუკეთესო არის ამისთვის და ასევე საუკეთესო არის იმისთვის, რომ თქვენი რეალური პროფესიონალიზმი და პოტენციალი აჩვენოთ გარშემოყოფებს და ზემდგომებს. ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, დეტალები არ გამოგრჩეთ, იმიტომ რომ არის იმის მაჩვენებელი, რომ შეიძლება მაგალითად სიჩქარეში რაღაცა დეტალები გამოგრჩეთ და არ დაგვაუწყდეს ამ კვირის ცოტა ეს ვთქვათ მინუსი იმ თვალსაზრისით, რომ ლომებს ისევე როგორც ცეცხლის ყველა ნიშანს აქვთ იმის მაჩვენებელი, რომ მაქსიმალურად დიდ ასე ვთქვათ, წარმატებას მიაღწიონ და ამავდროულად იჩქარონ და აი ამ სიჩქარეში რაღაცა დეტალები გამორჩეთ, ხო? ამიტომ არ იჩქაროთ და აკვირდით დეტალებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება იდეალურად, ფინანსურადაც, როგორც ვთქვი, ჰარმონიული პერიოდია ლომებისთვის, ხოლო პარტნიორულ ურთიერთობებს რაც შეეხება, ეს პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობები ცოტათი შეიძლება გახლით ჩამოგიწიოთ, ანუ კარიერულ პასუხისმგებლობებსა და პარტნიორულ ურთიერთობებს შორის.